ანუ აი ავტოკრატიული რეჟიმი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, აი ამ რეჟიმის პირობებში ეხა როგორ ამიხსნით, მაშინ საიდან და როგორ ახერხებს ნებისმიერი, არა მხოლოდ თქვენი, აი ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს მილიონების დაფინანსების მოპოვება. აქ საუბარია 10 მილიონ ლარზე, ხო? ხო. და ყველა პოლიტიკური პარტია, ჯგუფი, რომელმაც ეს ბარიერი გადალახა, რაღაცა ჯგუფი იყო, რომელმაც ვერ გადალახა, ხო, ბოლო წლების განმავლობაში გაცილებით მეტი აქვს ჯამურად დახარჯული და გაწეული ხარჯი და აუცილებლად ხოთა ხელი მოუმართოს და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსი არის აუცილებელი კომპონენტი და ლიდერების ფუნქციაც ეს არის. მე იმას ვარკვევ, როგორ წამოიღე. მოვიდე და ვისაუბრო რაღაც აზრები განმავითარო და საკუთარ თავს ლიდერი უწოდო და საკუთარ თავს ლიდერი უწოდო სხვა ნებისმიერმა თანამებრძოლმა ეს არ არის, იმიტომ რომ უფლება გაქვს შენ ბევრი რაღაც აკეთო, მაგრამ გაქვს ასევე ვალდებულება. მე ძალიან გამიხარდებოდა რომ მომდენო საარჩევნო კამპანიაში რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არჩევნები ჩატარდება ან მათი აქტიური მონაწილეობით ან მათ გარეშე ორჯერ მეტი ფინანსური რესურსი მოვიპოვოთ, ხო? მაგრამ ამ კოალიციას, ამ პარტიას აქვს ბევრი სხვადასხვა ტიპის შემომწირველი, ბევრი სხვადასხვა ტიპის დონორი, მაგრამ მადლობა ღმერთს, არც ერთი მათი მხრიდან პოლიტიკური გავლენა ამ პროცესზე არ ქონია. ანუ აქ გილაურების ხაზმა გამოიტანა, წამოიღო ეს კითხვა, ანუ ერთი ძმა ბიზნეს მაცოცხლებელთა ქსელში დასახელებული, ადრე კითხეთ მე თქვენ და მეორე ნიკა გილაური თქვენთან და ამიტომ გაჩნდა ეს კითხვა, რომ ეს ფინანსები ირიბად ბიზნეს ნებადართულობით ხომ არის? თუ რამე მაძლიერებს ამ პროცესში ინგა და აი მაყურებელია თქვენთან, თუ რამე მაძლიერებს, თუ რამე ჩემს სიძლიერეთ მიმაჩნია, ეს არის მორალური უპირატესობა და ნამდვილად მიუღებელია ჩემთვის ოლიგარქიული გავლენები. მიუღებელი კი არა, რბილად ვამბობ, უბრალოდ დაუშვებელია და პოლიტიკური კორუფცია არის დასამარცხებელი, ერთ-ერთი რამე თუ არის დასამარცხებელი ამ ქვეყანაში და მათ შორის აი ძლიერი თვითმმართველობის განვითარების პირობებში, ხო? როდესაც ადგილზე ზუგდიდში და ეხლა იმაში კასპში იზრდება თვითყოფადი კაპიტალდაგროვებული პოლიტიკოსი, მერე ის თავად განსაზღვრავს მის პოლიტიკურ ნაბიჯებს და თბილისს არ ეპრანჭება სიაში ჩასვამე თუ არ ჩასვამე, ხო? მაგრამ ამას კიდევ ერთხელ დაუბრუნდები, არ გეგონოთ. უბრალოდ ქრონომეტრაჟში უნდა ჩავჯდე და პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურად თვითყოფად ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა გაატაროს მომდევნო ხელისუფლებამ. მაგალითად, კასპში ჰაიდელბერგ ცემენტის ქარხანა სადაც არის, ხო, მაგალითად, ეხლა მთელი ფული, რომელსაც რუხაძე შოულობს, მოდის თბილისში და კასპში რჩება ჩუჩკი და ამაზე ილაპარაკეთ, ნიკა ადგილობრივი არჩევნების წინ თუ გადაწყვეტ მუშავის მონაწილეობას მობილიზება ურთულესია, ისევე არის ურთულესი, როგორც რამდენიმე ფონდი ახლა ოპერირებს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით დღეში 40-დან 50,000-მდე მარტო ჯარიმებში ხარჯავს ორი ფონდი. ეს არის ნიკა გილაურის ფონდი და ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი. ხო, ამ ლოგიკით ეხლა ეს თანხა საიდან აკუმულირდება? ბევრი ადამიანია, ვინც მადლობა ღმერთს ქვეყნის შიგნიდან, ქვეყნის გარედან რეალურად რეჟიმის მოწინააღმდეგე ძალებს დიახაც დახმარებას უჩენს და მე იმედი მაქვს, რომ მომავალში გაცილებით მეც შევძლებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ გუწფელად. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ნიკა გილაურზე. ბევრი სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის პარტნიორი ყავს კოალიცია ცვლილებებს და გადახედეთ კოალიცია ცვლილებების საარჩევნო სიას, პარტიას, სადაც ერთი ადამიანი მაინც თუ არსებობს, ვინც ან ბიზნესთან არის, ცუდი გაგებით ბიზნესთან არის დაკავშირებული და ამიტომ არ ჩვენთან სიაში, ან ფულის გამო არის სიაში. მაგრამ იცით რა, ის ადამიანები ნუ დასვამენ ან კითხვებს მათ შორის არ მინდა დავაკონკრეტებ, მაგრამ ბარიერი გადალახული პოლიტიკური ჯგუფი არის, ხო არის? და სიაში ადგილების გაყიდვა ტრადიციად რო დაამკვიდრეს. ეხლაც გაყიდული. ტრადიციად რო დაამკვიდრეს, ის ადამიანები ნუ დასვამენ კითხვას, ნურც ნიკას, ნურც ჩემს, ნურც ელენეს და ნურც ზურას მიმართ მართლაც. რომელ პარტიას გულისხმობთ? ეს არის ძალიან ცნობილი. დაინტერესების შემთხვევაში. ჩათვალეთ რომ არის. დაინტერესებული, ყველაფერი იცით და საზოგადოებაც იცის. როდესაც ხო ისინი თითს აქეთ იშვერენ. როცა გარჭირვალია და ჩაიხედონ და ნახონ
ეხლა არასოდეს არ ვიკადრებ იმას, რასაც კადრულობს ხალხი, ვინც თავიდან ბოლომდე იცის რა არის ჩვენთვის თავარი კრედო, რა არის ჩემთვის მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში. არა ვიყავით ავანგარდში ამ ბრძოლის და ვიქნებით და ნეტავ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში 4 მაგი ხარჯის გაწევა შევძლოთ. რატომ 14 მაგი ხარჯის გაწევა? ანუ ჩვენ ესე იგი ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება გსურს და პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ უნდა უზრუნველყოთ ელემენტარული ლოჯისტიკური შესაძლებლობები და მთავარი ივანიშვილი შენ ფულით ვერასოდეს ვერ დაამარცხებს. ვერასოდეს ივანიშვილს დაამარცხებს სიმართლით, ღირსებით, მაგრამ შეიძლება ფინანსური რესურსი, რომ ელემენტარულად კონდეს ოფისი, კონდეს შესაძლებლობა ოპერირების საარჩევნო კამპანიაში შეძლო თბილისიდან ზუგდიდში ჩასვლა, ზუგდიდიდან უკან ჩამოსვლა, ამისთვის შენ გჭირდება რესურსი. დიდი მადლობა ნიკა. მადლობა. პირიქით გასახარი უნდა იყოს. არა კითხვა ხო უნდა ადამიანებს უნდა უხარო მე ხა მაგალითად სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს თუ შესაძლებლობა გაუჩნდება პირიქით გამიხარდა იმიტომ ჩემთვის ლაკმუსის კაღალდი იქნება როგორი იქცევა როგორია მისი პოლიტიკური პოზიცია რა ნაბიჯებს დგამს არის თუ არა ის ჭეშმარიტი ნართლა მოწინააღმდეგე ივანიშვილის ეს არის თორე ჭეშმარიტი ოპოზიციური პარტია თუ არის ძლიერი მათ შორის ფინანსურად მე მხოლოდ გამახარებს და გამაძლიერებს მათ შორის ამ ბრძოლაში ვინაიდან საერთო ბრძოლა ამ ეტაპზე ჩვენ უნდა მოვიპოვოთ